Okay. Salami. დავუბრუნდით ისევ vloggings. ცოტა ჩავარდნა გქონდა, მაგრამ ეგ არაფერი. ბევრი სამუშაო იყო ძალიან. ეხლა ვართ ჩვენ City Mall-ში. აქედან მომიწია კლიენტებთან შეხვედრის ჩატარება, იმიტომ რომ SD კარტა მქონდა საყიდელი ახალი და ვეღარ მოვასწარი. დასწრება. რა შეიძლება ეხლა შეხვედრას, ანუ ძალიან საინტერესო კლიენტი არის. დიდი ალბათობით ეხლა ამ ეტაპზე ვერ ვიბაზრებ ყველაფერს, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ რა, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალი young business მოდელი არის, რომლის დატესტვა და მე და ლუკას მანდ მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოწვევა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეგ თუ გამოვიდა შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში ძალიან კაი ექსპერიენსი იქნება დაგროვებული იმისთვის, რომ რეალურად წინ გადავდგათ ნაბიჯები უფრო სწრაფად. ჩემის დაბადების დღე არის და უნდა წავიდე, ვიყიდო აგროჰაბში ტორტი, მივუტანო, რაღაც პონჩი მიულოცო დაბადების დღე. მე უნდა შევხვდე ლუკასს დავაძალე რა мотивация მივეცი, რომ vlogების გადაღება დაიწყო და მგონია, რომ კარგად გამოვა. იმენა ტიპი არის Z გამოწველი. ამისთვის რა ქვია, YouTube-ისთვის და ნახოთ აბა მაგას რა გამოვა და მაგის ფერდის მე უკვე გადაწყვიტავთ. მაგამდე კიდე ჩემი გადაღებული კადრები დაატყანით თბილისში. Man, I bad now. Pussy nigga, I WWE smack down. Bad boy, when I told her when I get now. Nigga bucket vitamin, I'm when I make sign. Marcello, a pussy nigga never will drive me when I put the Mac over red up. Bitch nigga never, hell. Car run, nigga get it hot like a sweater. Real nigga get it hot. 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 Oh God, man, I get this shit blazing. I pull up on the range of my doors at an angle. Matter of fact, man, my shit Chris Angel. Magical, I put a red color on my bangle. როგორც ითხარით, ანუ დღეს ჩემის დაბადების დღე და ეხლა მოვიდით ტორტის საღებად. იმედია მექნებათ რა. რაღაცა დაბადების მომენტი. ტორტი არის. მაგრამ რა არის ტორტი სანთლების გარეშე? What's up? Ark çakrıyor, ay karşı. Çay fikri sürüyor. Saat. Ay kavunt gibi undan boyut ano ayika. Სხვადასხვა სიმაღლეზე რო დაგიდო გინდა თუ გეზა? დავკიდო. არ გეზარება. აი მეზარე. ხო მე წაიღე სახში და იქ დაიკიდე. აი. 5 წელს მო. რა ოტაშკ. არ დავკიდე მე. დაჯიქი ხა. დაწექი. აი მაგე და მე ვაიმაზე ხوارდა. DVRX beats. Damn, Ani going crazy on this move. Bang bang, начала хотелай, я не себе бил устроил рей. Копаешь себе грей. Если знаешь, что это, тогда поймешь мой way. Bad bitches называют меня шей. Сделал этим шкурам на лицо милкшейк. უკამაც, როგორც თქვი დასაწყისში ვიდეოში დაიწყო კონტენტის გადაღება თვითონაც.
თავისი რაღაც წესლი ჩელენჯი აქვს. ეგ ცალკე პონტი იქნება. ვიდეოები იქნება ორიენტირებული ჩვენაირ ტიპებისთვის, რომლებსაც განვითარება უნდათ, რაღაცის სწავლა უნდათ. კარგად შენ? განვითარება უნდათ, წინსვლა უნდათ. მოკლედ თავისი ნაირ ტიპების ნახვა რა. ამიტომ რეალურად ჩვენ რასაც გადავიღებთ, ყველაფერი მიზღვნილი იქნება. ეს საინფორმაციო კონტენტს რა, სადაც as we say we're going to share some sauce, you know? Basically it's going to be we're going to go around all this stuff that we do with our clients. ყველაფერს გავაკეთებთ, განახებთ როგორ მიდის ჩვენი კლიენტების არბონდინგი, როგორ ხურავთ, რა ფანელია, ეს ყველა დეტალი. ამავდროულად Discord-ის გრუპის იქნება, სადაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვეულებრივად. და რავი, კიდე უფრო დეტალურად ვისაც დაინტერესებულები იქნებით, კიდე უფრო დეტალურად გაიგებთ უფრო რაღაც საინტერესო რაღაცებს. კაროჩე, ახლა წავედი, მანამდე დავათვალიერებ ცოტა ხანი რაღაცები. Mucho buche, mucho cachirichi, mucho coche, mucho Mitsubishi, mucho buche, mucho cachirichi, mucho cooking, chicken in the kitchen. Tu estilo como mi inglés de garrafón de guapichi. Hay mucho papi chulo pero poca pichi, mucho capo pero poco capichi, mucho inventan. Короче, ხა რამოდენიმე კლიენტის სტრიმინგი უნდა გავაკეთოთ ეს მენეჯერში. ერთი კლიენტი არის, რომელმაც 25 დეკემბერს უთხოვა, რომ რეკლამა გაგვეშვა მაგაშიც, მაგრამ რეალურად იქნა გამომდინარე დროპის დადროპვა იყო მოულოდნელი მაგათი აუდიტორიისთვის რა. კლიენტის customer acquisition-ი იმხელა ფასიჯდება, რომ გადავწყვიტე, რომ მაგის короче კამპანიები მოგვიყვარა რა რეალურად რა. ანუ თემა ის არის, რომ სანამ ეს ტანსაცმლის ბრენდი არის, ანუ სანამ ტანსაცმლის ბრენდი, короче, რაღაცას დადროპავს, აუცილებელი არის, რომ მოამზადოს თავისი აუდიტორია, გაათფოს, აუხსნას როგორი დროპი იქნება, ის გამოიქნება, რა დაიდროპება, რამდენი რაღაც короче, ყველაფერზე უნდა ილაპარაკოს, ესე ვთქვათ, ჰაიპი შექმნას და მე მაგ ჰაიპის მერე რა გააკეთოს, მარტო რაც უნდა გააკეთოს რა. ამ შემთხვევაში არ იყო არაფერი განხორციელებული, ქონდა უბრალოდ დიდი მარკეტინგის ბიუჯეტი და მაგის ხარჯზე გვეგონა, რომ რეალურად რაღაცა შედეგს დადებდა, მაგრამ იმდენად ზვირიჭდება ერთი კლიენტი, რომ რჩევა იუესით რომ გაგვიჩა ეს ყველაფერი და გადაგვეწია იანვარში. ასპატალებია. Yes. Okay, different story. If you know, you know. ანუ ამაზე არ ვბაზრობთ რა იმეებში რა, მაგრამ კაროჩე ვიცით. პროდუქტ კიდევ ერთი დეტალი არის რა, რომ 28 დეკემბრიდან ჩვენ 95% კლიენტებს რეკლამის costs უგდებთ დაახლოებით 70%-ით რა. იქიდან გამომდინარე, რომ Q4-ის დასასრული არის რეკლამას აზრი არ აქვს და კლიენტის customer acquisition-ი ძალიან მაგალი არის, შესაბამისად 28-დან დაახლოებით 3-4 იანვრამდე რეკლამა მუშაობს ძალიან პატარა ბიუჯეტზე რა, მაგრამ ერთი რაც უნდა გაითვალისწინო რა, ედებს თუ უშვებ რა, არასდროს არ უნდა გათიშო ის კამპანია, რომელიც რეალურად მუშაობს რა შენში. იმას რომ მაგალითად ჩვენ თუ მაგალითად ერთი კამპანია ვიწერს უკვე რაღაც 7 დროას, იმ კამპანიას არ გავთიშავთ, იმიტომ რომ გათიშავ ძალიან უგდებ короче performance რა და ანუ შემდეგ ჩარტულზე ისეთ შედეგს აღარ დაგიწერს, როგორც მაგალითად შეიძლება დაწეროს სრულ ჩარტულმა. ჯობია ბიუჯეტი შეამცირო და შემცირებული ბიუჯეტით დამუშავო და როცა საჭირო იქნება, პროსტა ბიუჯეტი გაზარდო რა. Okay, მოკლედ, ახლა ვამთავრებთ უკვე მამ პატარა მუშაობას. ესეც ხოზე არის თავის
ვიდეოს აედიტებ და საჭმელად მივდივართ. კომენტარებში დაგვიწერეთ რა ვჭამთ. გადამიგე რა კაი ვიდეო რა. შევკვეთო? კარში მოვედით, ეხლა მწვადი საჭმელად. ხორცი გვინდა რა, პროტეინები და რაღაცები. ბიჭო, იდეაში კაი ადგილია, ხო ეს? უბრალოდ ანუ აქ არაფერი არ იმუშავა. ამ ლოკაციაზე? ჯორჯი დაიგე, ხოძე იმში. ხო, არა დაიგედა. არ ვიცი, ფრიკი დოგი და დაიგედა. ფრიკი დოგი ნაგავი იყო. ნო. იმინე ანუ ესე ყველაფერი ნაგავი იყო, ხაზე ახსენდება. ოჯახი აქედან გამოძახებული ფრიკი დოგი და ერთი იმინე პინახი დავიბირდე და მეორე გარჩე მეორჯერ. მეორჯერ საკმაოდ ცუდი იყო რა. ოკეი, კაროჩე, მოვიდა ჩვენი მწვადი. ჩვენი ესე გამოიყურება. ამაყოლოსაც მოიაზრებ რა. ჩვენიდან, რა. მე და შენი. კაროჩე. მე მაგალითად მევასწრე ხორცი რა, თქვენი არ ვიცი. და ხორცზე მეტად ხო იცი რა მევასწრე. ხახვი. მოჟო შევიკავ, ალბათ უკვე მეტი ენერგიით დაბრუნდები რა. ადიოს. მაგალითად ვიბრუნდებით საფრთხე. ჩემთან გავდივართ, მოკლედ რაც სამუშაო გვაქვს, უნდა დავამთავროთ და მოკლედ ერთი ესეთი კითხვა დაგვიჭდა. ჭამდა. ოკეი, ჭამდა. კაი, როგორც ვჭამეთ. კაროჩე. მოვიდით ახლა ლუკასთან სახლში. ბახელები ნოტენოთ ახლა. და ყველაფერი მაგრად იქნება. უნდა მოვიმზადოთ. რას ვაკეთებთ? კუკავთ. მეორე ცხოველი. ეს საყვარელი არსება. რა? ოკეი, კაროჩე, ეხლა მოვედი სახლში უკვე. მთელი დღე რა კლიენტებთან საუბარი, ლუკასთან ტასკების გაკეთება რაღაცები მოვუგვარეთ. ეხლა ბოლო ტრიმინგს ვაკეთებ კლიენტის, აგეთ. ჩვენი ერთი კლიენტი არის. რამდენი კაპიტა დღეს მარტო მაგას უყურებთ ეხლა. თემა ის არის რომ ეხლა რადგან ბოლო ესე ვთქვათ პერიოდი არის რა წლის ვაკვირდებით როდის იქნება ოპტიმალური ამ კონკრეტული ბიზნესისთვის ad spend-ის კოსტის შემცირება და მაგის ანალიზს ვაკეთებთ ეხლა რომ მივხვდეთ როდიდან ჯობს რჩე ბიუჯეტის დასფლით ან ვაფშე განახევრება ან კიდე უფრო ესეთი 70% შემცირება რა. ასე რომ რავი დღეს ეს არის რა პარასკევი არის დღეს 27 დეკემბერი. მოკლედ ყველაფერი მიდის კარგად. დღევანდელი ესე ვთქვათ ვლოგი ამით დამთავრდება. თქვენიც რა უნდა გააკეთოთ? Subscribe, like, basically. და რავი, რამე იდეები თუ გაქვთ, რისი გაკეთება შეიძლება, მომავალში ანუ გადაღების ფორმატში და გინდათ რომ გავაკეთო, ან აგერამ კაცმა, ლუკამ. რავი, კომენტარებში დაწერეთ და რავი, გადავხედავთ, ყველას გპასუხობთ, ვინც წერთ. შესაბამისად, we on it. Peace out.